კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში რაც არის როგორც დაანონსდა მომავალ სასაცილო კვირას იქნება ჩემი წლიური ანგარიში. ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით. გვემატა საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ კანონის ძალადობრივად გამოცხადება მეორე მოსმენით. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. საქართველოს კანონების პროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტი. რომელიც იურიდიული საკითხთა კომიტეტი. დიახ, კი ბატონო. საკითხი ეხება გამჭვირვალობის რეესტრის გადატანას იუსტიციის სამინისტროდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა ახალ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვიდეს. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, კენჭისყრელი გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მომართვა მეორე მოსმენის განხილვის ვადის ერთი კვირით გაგრძელებასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების აქვს თხოვთ მხარდაჭერას, გმადლობთ. ასევე დასამტკიცებელია ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილებები 196/226 აქაც თხოვთ თქვენს მხარდაჭერას. მადლობა, სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა ამით დახურულია.